შევეხმიანოთ ჩვენს კოლეგას თამუნა მუსერიძეს, რომელიც სატრენაჟერო დარბაზში იმყოფება და ფიტნეს ინსტრუქტორთან ერთად ის საკმაოდ საინტერესო რჩევებს მოგცემს თუ როგორ ვავარჯიშოთ პრობლემური ზონები. ასე რომ ყველაზე ჯიუტი ესე ვთქვათ, რომლებიც ადვილად არ ექვემდებარებიან გახტომას. კი, ზონის კრებასთან ხო, არც ისე კარგად არიან. თამუნა, დილამშვიდობისა გისმენთ და ველოდებით შენს რჩევებს. გამარჯობა. დილამშვიდობისად. კლავაც გიორგი არის ჩვენთან და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. პირდაპირ თქვათ რა ვარჯიშს ვაკეთებთ? მოდი დღეს გავაკეთოთ უფრო მანდილოსნებისთვის საჭირო ვარჯიშები, პრობლემულ ადგილებს შევეხოთ, საჯდომს, თეძოებს, ფეხის შიდა კუნთებს და გარეთ კუნთებს. ეს ზონები არის პრობლემური. პრობლემური ყველა ხალი რომელიც ხოლმე პროგრამის დასერად ეგრევე გვეუბნება. თეძოები, საჯდომი და ფეხის უკანა და წინა კუნთები. წავით, მე უპრობლემო ადამიანი აღმოჩნდი, მეგობრებო, შეგიძლიათ შეგშურდეთ. თავიდან ესე იგი. ეს არის რომ გავაგებინოთ მაყურებლებს, ეს არის სმიტის ტრენაჟორი. რითი განსხვავდება სმიტის? სმიტმა გამოიგონა? სმიტმა გამოიგონა ერთი და მეორე კიდე ანუ მოძრავი შტანგა არის, ანუ თავისუფალი მოძრაობა არ არის, ფიქსაციაა უფრო. და უფრო მარტივად შეუძლიათ ქალბატონებს რომ გააკეთონ ვარჯიში. დიახ, უფრო მარტივად და უფრო კონკრეტულ ადგილებზე ურტყავს. ამას გავაკეთოთ ჩაჯდომა, საჯდომისთვის. მე აქედან მოვალ. ფეხებს ვდგავთ წინ. მხრის სიგანეზე. ქვევით ბოლომდე ჩავდივართ. და ზევით ნახევარზე ამოვდივართ. რაც თავარია, მუხლები არ უნდა გავშალოთ. როცა მუხლებს შლით, ითიშება კუნთი და სისხლი გამოდის. ქვევით ბოლომდე ჩავალთ. და ნახევარზე ამოვალთ. ეს ერთი შეხედვით თვითონ რთული ვარჯიშია, მაგრამ არ არის ესე, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ფაქტიურად დაკიდებული ხარ ძელზე და ძალიან მარტივად შეგეძლო რომ უკან ამოხვიდე. დიახ. შემდეგ გადავდივართ ეგრეთ წოდებულ ლანჯებზე. ამასაც გავაკეთებთ დაახლოებით 3-4 მისვლას. თითო ფეხზე 12 ნაბიჯი რომ გამოვიდეს. ავიღებთ შტანგას. მიდი, აიღე, ჩვენ მოყვებით აქვე. ავიღებთ შტანგას და წავიდა? კისერზე დავიდებთ და ჩავდივართ როგორ. რომელ ნაბიჯსაც ვდგავთ, იმ ფეხის მუხლი წინ არ უნდა წაგვივიდეს. თავარი წესი. რა მაგარი რომელ ნაბიჯსაც დგავ იმ ფეხის კუნთი წინ, იმ ფეხის მუხლი წინ არ უნდა წავიდეს, ანუ უკან უნდა შეიგნოთ ეს უხლი. ქვევით უნდა ჩავიდეს. მიდი გიორგი, მიდი შენ ამას შეძლებ, მიდი. ეს ძალიან რთული ვარჯიშია, გოგონებო, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე პოზიციებზე იმყოფება გამდინარე იქიდან, რომ უკანაელს აყენებს ფანტასტიურად, ხო? მოდი, ამის მერე გადავიდეთ უკვე თეძოს ვარჯიშებზე. მოდი. ესე იგი, თეძოს ორი ტრენაჟორი გვაქვს, გამზიდველი და მომზიდველი. ამას უფრო დიდი რაოდენობა ჭირდება გამეორებების. 20-25-ს გავაკეთებთ. 4-4 მისულით. ესე იგი, ერთი ტრენაჟორი განიზიდავს თეძოებს და მეორე მოიზიდავს. უფრო საჯდომსაც რო დაარტყას, მოდი გავაკეთოთ ესე. ცოტა წამოვიწიოთ. ქვევით ჩავდივართ და ზევით ბოლომდე ამოვდივართ. ჩასვლისას ჩავისუნთქავთ, ამოსვლისას ამოვისუნთქავთ. ეს ახლა რთული შესასრულებელი არ არის? არ არის. სრულებით მარტივია. აქაც იგივე სისტემით ჩასვლისას ჩავისუნთქავთ, ამოსვლისას ამოვისუნთქავთ. ამას რამდენჯერ ვაკეთებ? ეს უნდა გავაკეთოთ 20-25 გამეორება 4 მისვლა. შედეგი რამდენ ხანშია? ეგ ცოტა რთული კითხვაა. გააჩნია. ვარჯიშებზე არ არის დამოკიდებული, კვებაზეა. სწორი კვება. კვებაზეა დამოკიდებული, ძილზეა დამოკიდებული, სწორ ვარჯიშებზეა დამოკიდებული, ნუ ბევრ ამაზე. და სწორ მწვრთნელზე გიორგი დაგავიწყდა. მწვრთნელზე ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული. და ეხლა მომზიდველი ვარჯიშებიც უნდა გავაკეთოთ აქვე. აქ არ ვჩდებით ნახე. ჩვეულებრივად დავშვდებით. ამასაც ვაკეთებთ? ვაკეთებთ 4 მისვლა 25-20 გამეორებით. ეს ალბათ შიდა კუნთებს. ფეხის შიდა კუნთებისთვისაა, დიახ. შვენიერი, სულ ეს არის ქალბატონებო. პრინციპში ძირითადი 4 ვარჯიში არის საჭირო, იმისთვის რომ თქვენი პრობლემური ზონები, ну, სადღაც 1-2 თვეში, კაი, 3 თვეში იყოს ეს რეალურ ფორმაში, ასე რომ რაღაც დაგჩენიათ, მაგრამ 3 თვე შორს არის გიორგი, იმიტომ რომ ჩვენ ზაფხულისთვის გვინდა. აქტიურად უნდა დაიწყოთ ვარჯიში, იმისთვის რომ თვე ნახევარში უკვე ფორმაში იყოთ და საცურაო კოსტიუმშიც უპრობლემოდ გამოეწყოთ და გაბრძანდეთ პლაჟი იქნება ეს აუზი თუ
სხვა სახის რავით დაწესებულება იმის რომ ყურადღება მიიპყროთ მამაკაცების. მამაკაცებს დიდი მადლობა რჩევისთვის აქვე. მადლობა გიორგი. არა, ფრის დროებით. დროებით